მოგესალმებით ყველას, დღეს უნდა გამოვაცხოთ სააღდგომო პასკა თამრიკო გიგაბიძის რეცეპტით. ცუკატებს და ქიშმიშს ვუმატებთ პასკის სანელებლებს. ვიდეოს აღწერაში მაქვს ჩამოთვლილი დოზირება. შემდეგ ვუმატებ რომს, თუ არ გაქვთ რომი, შეგიძლიათ დავუმატოთ კონიაკი და ტოვებთ ასე. 9 ლიტრა თბილ რძეში ვამატებთ საფუარს და შაქარს. ვურევთ ამ ყველაფერს და ვტოვებთ, სანამ საფუარი დაიწყებს თავის რეაქციას. მეორე 9 litrაში ვამატებთ ზეთს, კარაქს და მარგარინს. ამ ყველაფერს ვდგავთ დაბალ ცეცხლზე და ვადნობთ. შემდეგ გადავდივართ კვერცხებზე. ცილას და კვერცხის გულს ვანცალკავებთ სხვადასხვა ჯამებში. ცილისგან უნდა ავთქვიფოთ ბეზე, ასე რომ გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი, რომელშიც ჩვენ ვდებთ ცილას, აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და მშრალი. ცილას ვუმატებთ 1 ჩაის კოვს მარილს და ვიწყებთ თქვეფას. კვერცხის გული არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს ცილაში. წინააღმდეგ შეგთხვევაში ცილა არ აითქვეფება. ნელ-ნელა ვუმატებთ 10 სუფრის კოვს შაქარს და ვთქვეფავთ მდგრად სტრუქტურამდე. კვერცხის გულს ვუმატებთ დარჩენილ შაქარს და ვთქვეფავთ გათეთრებამდე. უფრო დეტალური რეცეპტი აუცილებლად იხილეთ ვიდეოს აღწერაში. კვერცხის გული აითქვიფა, ეხლა უნდა შევაერთოთ ცილა კვერცხის გულს. მორევა უნდა ხდებოდეს ერთი მიმართულებით და ძალიან ფრთხილად. კადრში თქვენ ხედავთ სწრაფ მოძრაობებს, მაგრამ ვიდეო მაქვს აჩქარებული რამდენიმეჯერ. შესაბამისად, ეცადეთ, რომ მორევა იყოს ძალიან ფრთხილად და ნელი მოძრაობით. ასე ჩვენ შევუნარჩუნებთ ბეზეს სიფაფუკეს. მას ასე თითქმის ყველა ეტაპი გავიარეთ, დარჩა მხოლოდ ცომის მოზელვა. საფუარიანი მასა, ცხიმიანი მასა და კვერცხის მასა. ეს კი ფქვილი. ფქვილი აუცილებლად გავცრათ და დავუმატოთ საფუარიანი მასა. შემდეგ ვუმატებთ ცხიმიან მასას და კარგად ვურევთ. ბოლოს კი ვამატებთ კვერცხის მასას. ეხლა კი ვიწყებთ ინტენსიურ მოზალვას. რაც უფრო კარგად მოვზავთ ცომს, მით უფრო კარგად გაიხსნება და გახდება ერთგვაროვანი გუნდა. ეტაპობრივად ხელებს ვამუშავებ ზეთით და ასე ვზავ. ვტოვებთ ცომს 6-8 საათით. 8 საათის შემდეგ დავხდა ასეთი სიფაფუკე. ვუმატებ ქიშმიშს და ცუკატებს და ვიწყებ მოზალვას. აუცილებლად დაამუშავეთ ხელები ზეთით. სამუშაო მაგიდაც უნდა იყოს ცხიმიანი, რათა ცომი არ მიეკრას. ამ ეტაპზე ცომს ვანთავსებთ ფორმაში. მე მაქვს დიდი ფორმები, გამომივიდა 5 ცალი. თითო იწონის 1,5 კილოს. ფორმებში ჩადების შემდეგ კიდევ ვტოვებთ 7-8 საათი, რათა ცომი კარგად ამოფუმფულდეს. მე გამოვაცხე 150 გრადუსზე საათ-ნახევარი და მქონდა ჩართული მხოლოდ ქვედა წვა. აი ასეთი სილამაზე გამომივიდა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, აუცილებლად დამიგულეთ და გამოიწერეთ ჩემი ბლოგი. მადლობა.